ტრაგიკულად უყვარდება, ვნება იპყრობს, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, რომ თავს კარგავს ამ თავის სიყვარულში. სადაც მიდის ინგლისელი ოფიცერი, ადელი მას უკან ფეხდაფეხ დაყვება. და მიყვება კანადაში, მიყვება ბარბადოსზე. ყველა ღონეს ხმარობს, რომ ოჯახი მოატყუოს. მაგალითად, თქვა, თუმცა ეს ფაქტიც არ არის დადასტურებული, რომ შვილი გააჩინა ამ ადამიანისაგან და შვილი მკვდრად დაიბადა. ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები და მერე დგება უკვე ამდენი უარყოფითი პასუხის მერე იმედგაცრუების ფაზა. და ეს იმედგაცრუების ფაზა მალე გადადის მუქარის, აგრესიის და შანტაჟის ფაზაში. ბოდვა იმიტომ არის ეს მდგომარეობა, რომ კი არ თვლის, რომ მე ამას უნდა უყვარდი, ანის ჩემში შეყვარებულია. ღრმა დარწმუნება აქვს. ადელი რო იყო 25 წლის, მას შემდეგ დაძდევს ადელი ამ ადამიანს და ის მუდმივად უარყოფს. არის შემთხვევები, როდესაც რაღაც ურთიერთობაშია, სეირნობს მასთან, მაგრამ როგორც სასიყვარულო ობიექტი უარყოფილი ყავს, მაგრამ ადელი ჯიუტად განაგზობს მასთან ურთიერთობას. მაგალითად რა გააკეთა ადელა ჰიულგომ? ქორწინება ჩაუშალა, მიწერა წერილი მომავალი საცოლის მამას, რომ მასზე არის დაქორწინებული. საერთოდ კატეგორიულად ითხოვდა, რომ მისთვის დაეძახათ ქალბატონი პირსონი. საბოლოოდ პირსონმა 1869 წელს ჩამოიშორა ადელი და აი 3 წელიწადში უკვე ისე რთულდება ადელის მდგომარეობა, რომ ჩამოდის საფრანგეთში და მერე აწვენენ ფსიქიატრიულ კლინიკაში.